წარმოიდგინე გაქვს ერთი სიცოცხლე, ერთი გზა პროგრამირებაში და სამი კარი. ეს არის Vue, Angular და React. არჩევა მთლად ესე მარტივი არ არის. თითოეულს ყავს საკუთარი არმია, საკუთარი წესები და საკუთარი სამყარო. დღეს მე დაგეხმარებით ამ არჩევანში და ერთად ვნახავთ, რომელი ტექნოლოგია გახდება შენი იარაღი 2025-ში. მოდით დავიწყოთ იმით, თუ რატომ არის ეს თემა დღეს მნიშვნელოვანი. თუ შენ ეხლა იწყებ სწავლას, დრო და ენერგია უმნიშვნელოვანესია შენთვის. ხოლო თუ დეველოპერი ხარ, სწორი არჩევანი ნიშნავს უკეთეს მომავალს, უკეთეს ხელფასს და ნაკლებ სტრესს. ჩვენ შევადარებთ ამ სამ frameworks, რამდენად მარტივია სწავლა, სად უფრო მეტი სამუშაოა, როგორია ტენდენციები და მომავალი. და ბოლოს ერთად გადავწყვეტ თუ რომელი ჯობია შენთვის. დასაწყისისთვის გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. ეს ხელს შეუწყობს ვიდეოების ხშირად კეთებას და ასევე შემოგვიერთდით Discord server-ზე. მოდით დავიწყოთ React-ი, რომელსაც ეს დავასათაურებდი, თანამედროვე ვებ სამყაროს ბეტმენი. React-ი არის framework-ი, ეს არის ბიბლიოთეკა, შექმნილია Facebook-ის მიერ და დღეს არ ვიცი Netflix-იდან დაწყებული Discord-ამდე ალბათ დამთავრებული თითქმის ყველაფერი React-ია დაწერილი. მოდით გადავიდეთ დადებით მხარეებზე. პირველ დადებით მხარე ის არის, რომ ვაკანსიების უმეტესობა React-ია. მარტივია დასაწყებად, იდეაში ერთ ფაილშივე შეგიძლია API-ს გაკეთება. გამოიყენება როგორც პატარა, ასევე enterprise პროექტებისთვის. აქვს მდიდარი ეკოსისტემა, Nuxt.js-ი, React Query, Redux-ი და ასე შემდეგ. მოდით გადავიდეთ უარყოფით მხარეებზე. არჩევანი საკმაოდ ბევრია, არქიტექტურას შენ თვითონ აგებ, ამიტომ დასაწყისისთვის არც თუ ისე კაი ვარიანტია და შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოს. საკმაოდ თავისუფალია და ამანაც იდეაში შეიძლება შეგიყვანოს შეცდომაში, რადგან არ აქვს ესე მკაცრი სტრუქტურა. ასევე აქვს re-renderis პრობლემები, თუ React არ იცნობ კარგად, ამ შემთხვევაში ეფექტურობა დაგეკარგება. იდეალურია მათთვის, ვინც პირველად სწავლობს პროგრამირებას და ვების framework-ებს, ვისაც სურს რომ იყოს მოქნილი და თვითონ მართოს თლიანი სტრუქტურა, ვინც ფოკუსირებულია წვდომასა და რეალურ მოთხოვნებზე. მოდით გადავიდეთ Angular-ზე, რომელიც არის ორგანიზებული, ძლიერი და რთული framework-ი. რეალურად Angular-ი არ არის framework-ი, იდეაში არის, მაგრამ უფრო არის full stack experience-ი front-end-ისთვის, რადგან Angular-ის CLI-ს მოყვება იდეაში ყველაფერი, რაც front-ის stack სჭირდება. ის იძლევა სრულ პაკეტებს, routing-ი, ფორმები, reactive ფორმები, HTTP validation-ები და ასე შემდეგ. შემქმნელი ერთად ჰქონდა Google-ი და გამოიყენება ძალიან ბევრ დიდ კომპანიაში. დადებით მხარები, როგორც ზემოთ ვახსენეთ, გაქვს ყველაფერი ერთ სივრცეში, მთლიანი front-end stack-ი და აღარ გჭირდება რაღაც third party ბიბლიოთეკების ზებნა, თუ კონკრეტული კომპლექსური кейსი არ გაქვს. TypeScript-ი required-ია პირდაპირ Angular-ს აყენებ, რაც სტაბილურ და უსაფრთხო კოდის წერას უზრუნველყოფს. დიდი კომპანიები და დიდი პროექტები იყენებენ Angular-ს, აქვს საკმაოდ ძლიერი და სწრაფი CLI, ხოლო რაც შეეხება უარყოფით მხარეებს. სწავლა შედარებით რთულია დამწყებთათვის, იმიტომ რომ Angular-ი მოიცავს მთლიანად front-end-ის, ასე ვთქვათ, იმ ღრმა გზებს, რაც ადრე თუ გვიან მაინც უნდა გაიაროს front-end-მა. ამიტომ მან და მაინც კაი არჩევანი არ არის, როცა მაგალითად vanilla JavaScript-ი და HTML-ს დაამთავრე და უნდა გადახვიდე რომელიმე framework-ზე ან ბიბლიოთეკაზე. იდეაში თვალად კარგი ვარიანტი არ არის, რომ Angular-ზე გადახვიდე. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მუშაობა დიდ კომპანიებში, დიდ პროექტებზე, ვისაც უყვარს მკაცრი სტრუქტურა და ასე ვთქვათ, კოდის სტანდარტიზაცია, ვისაც სურს დიდი პროექტების მართვა სტაბილურად. მოდით ახლა გადავიდეთ Vue-ზე. Vue ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, მოქნილი, მეგობრული და ლამაზი framework-ი. შექმნა Angular-ის ყოფილმა დეველოპერმა, რომელმაც იდეაში აიღო Angular-ის კარგი მხარეები და გაერთიანა React-ის სილაღესთან. პირველი დადებითვისება არის ის, რომ საკმაოდ მარტივია, სწავლა არის უმარტივესი. დასაწყებათაც არის ძალიან მარტივი. შეუძლია იყოს ბიბლიოთეკაც და framework-იც. ძირითადად პოპულარულია აზიაში, მაგალითად Alibaba, Xiaomi ხშირად იყენებს Vue-ს თავისი ვებ პროექტებისთვის. უარყოფით მხარეები არის ის, რომ შედარებით ნაკლები ბაზარი უჭირავს. შესაბამისად არის ნაკლები დასაქმების შესაძლებლობები და მასთან შედარებით Angular და React უფრო მყარად განან ბაზარზე ვიდრე Vue. იდეალურია ვინც პირველად იწყებს, ასე ვთქვათ, სწავლავს და ეძებს მარტივ შესავალს, ვისაც სურს მცირე და პატარა სტარტაპ პროექტებზე მუშაობა და ვისაც სურს ვიზუალური კომფორტი და მოდერნული სინტაქსი. მოდით ახლა გავაკეთოთ შედარება. Stack Overflow-ს 2024-2025 წლის სტატისტიკა ეგეთია. React-ი ისევ ბაზრის ლიდერია. Vue გაიზარდა განვითარებად ქვეყნებში, ხოლო Angular-ი ინარჩუნებს თავის ადგილს enterprise პროექტებში და კომპანიებში. მოდით ახლა გეტყვით საშუალო ხელფასს. React მერყევს 90,000-დან $100,000 $100,000 წელიწადში, Angular-ი 85,000-დან
$115-მდე, ხოლო Vue $70,000-დან $100,000-მდე. დასაქმების შანსები რო განვიხილოთ, პირველზე არის React-ი, რადგან მრავალი სტარტაპი, ასევე enterprise პროექტები იყენებს Angular-ი უმეტესად დიდ კომპანიებში, ხოლო მესამეზე არის Vue, სწრაფი პროექტები, ფრილანსერები და ძირითადად აზიური ბიზნესი. ეხლა მთავარი კითხვა, რომელი უნდა ირჩიო შენ? თუ ხარ ახალბედა, Vue ან React-ი იდეალური ვარიანტია დასაწყებად. თუ გინდა ყველაზე მეტი ვაკანსია, რა თქმა უნდა React-ი. თუ ეძებს სტაბილურ პროექტს და ასევე დიდ კომპანიას, Angular-ი. ხოლო თუ გსურს სწრაფი სტარტაპები ან ფრილანს პროექტები, მაშინ Vue. თუ გინდა იდეალური ბალანსი, დაიწყე React-ით და შემდეგ ისწავლე Vue. ხოლო შემდეგ უკვე შეგიძლია გადახვიდე Angular-ზე. ეხლა უკვე იცი რა განსხვავება React-ი, Angular-ი და Vue შორის და შენზე დამოკიდებული რას აირჩევ. მე მოგაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც უნდა გცოდნოდათ, როცა ამ სამ ტექნოლოგიას შორის ირჩევ, ასე ვთქვათ, არჩევას. რა თქმა უნდა, ამ სამი ტექნოლოგიის გარდაც არსებობს ბიბლიოთეკები და ფრეიმვორკები ფრონტზე, მაგალითად, ნაკლებად ცნობილი Svelte, Remix-ი და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ვიდეოში იყო ძირითადად ის სამი პოპულარული web framework-ი, რომელსაც უჭირავს თლიანი web ბაზარი. დაწერე კომენტარებში, რომელიც არჩევა გადაწყვიტე და რატომ. და ხო, დალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და შევხვდებით მომავალ ვიდეოში.